ჩიკაგოში გამართული UFC 319 ის შემდეგ ორგანიზაციამ ოფიციალურად განაახლა თავისი ყველაზე პრესტიჟული რეიტინგი pound for pound, სადაც წონის განურჩევლად საუკეთესონი იყრიან თავს. რეიტინგის ლიდერი კვლავ თოფურია. ბრაზილიელ ჩარლზ ოლივეირასთან ისტორიული გამარჯვებისა და მსუბუქი წონის საჩემპიონო ქამრის მოპოვების შემდეგ, თოფურია კიდევ უფრო გამტკიცდა როგორც პლანეტის მთავარი მებრძოლი. იგი რჩება ნომერ პირველ ადგილას, ახალი თაობის UFC-ს სახით. მერაბ დვალიშვილი მესამე ადგილზეა. უსასრულო ენერგიამ და რკინის ნებისყოფამ იგი pound for pound რეიტინგის სამეულში შეიყვანა. დღეს მერაბის სახელი ისე ხმაურობს როგორც არასდროს, იგი უკვე გაცდა მხოლოდ ბანტამვეითის კატეგორიას და იქცა მსოფლიო MMA-ის სიმბოლოდ. რეიტინგის ერთ-ერთი მთავარი სიურპრიზი გახდა ხამზატ ჩიმაევი. საშუალო წონის ახალი ჩემპიონი, რომელმაც ჩიკაგოში დაამარცხა სამხრეთაფრიკელი დრიკუს დუპლესი, ერთბაშად ათეულში შევიდა და მერე 4 ადგილს დაეუფლა. ასევე რეიტინგის ახალი სახეა ყაზახი მებრძოლი შავკატ რახმანოვი, რომელიც სწრაფი ნაბიჯებით უახლოვდება ელიტას. დღეს ქართული MMA ისტორიულ პიკს აღწევს, ერთი ქართველი ლიდერობს pound for pound რეიტინგს, მეორე კი სამეულშია. ეს აღიარება არა მხოლოდ მათი ნიჭის, არამედ მთელი ქვეყნის, რომელიც სამყაროს ლომის გულით მებრძოლებს აჩუქებს.